ვაიმე საჩემო აი მაგ პოსტზე უნდა უთხრე არის შუა საუკუნეების აბანო, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მინიჭებული და ახლა ნახეთ რა ხდება მის გარშემო. აი აქედან გამოყავთ გზა, საყდრისიდან მოყავთ ეს გზა, ცოტა ბინდება და არ ვიცი როგორ ჩასდა, ხელებიც მიკანკარლებს, აქ ესეთი დამხვდა სურათი. ხო და აი აქ აბანოსთან აგერ რამოდენიმე მეტრში ნახეთ ტრაქტორის ნამუშევარი. ხეებია წაქცეული, მოჭრილი. ეს ირაკლის შეატყობინეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ აქ აპირებენ ამ აბანოს განადგურებას და უმიზნებენ პირდაპირ აბანოს და სპეციალურად ჩამოვედით. ახლა ეს რო გვენახა და აღმოჩნდა, რომ მართლაც ნამდვილია ეს ამბავი, იმიტომ რომ შეხედეთ პირდაპირ როგორ მოდის ეს გზა და აი ნახეთ აქ რა ხდება, როგორ არის ყველაფერი გადათხრილი. თქვენთან ერთად დავათვალიერებ, აი ახლა უყურეთ აქ რა ხდება. დღეს არის 2015 წლის ვაიმე შაბათი დღეა 24 ოქტომბერი. აი ნახეთ რა ხდება. აი შეხედეთ ეს ხეები მოთხრილი, წაქცეული. აი აგერ კვირაცხოვლის ქედი, აი აქ არის აფეთქებები ხშირად და აი აქვე პირდაპირ ტაძარი ჩანს და ესეც აბანოდ არის გაფორმებული ოფიციალურ დოკუმენტებში, ნახევრად დამეწყრილია და როგორც არქეოლოგები ამბობენ, არის უნიკალური ძეგლი. აი ახლა გავთიშავ ვიდეო კამერას და დაურეკავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს პაატა გაფრინდაშვილს. სადაც აი აქ გზა გადის, აგერ გზა ჯერ გაკეთებული, აი აქ ვდგავარ ამ გზაზე და ხედავთ ვიღებ ძეგლს, ამ აბანოს. აი ნახეთ, აი აქ ტრაქტორს როგორ უვლია და რა გაუკეთები. ახლა ამ კადრებს ზევიდან ვიღებ. აი ესე მოდიან და ანგრევენ ყველაფერს. მანძილზეა. არ შეიძლება აქ მუშაობა გააჩერეთ ახლა. სამინისტროდან მოდიან უკვე, აღარ შეიძლება აქ მუშაობა. გამარჯობათ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მინიმუმ 50 მეტრზე არაფრის გაკეთება არ მე რატო დადიხართ ეს მძიმე ტექნიკა? არ შეიძლება, არ გაგატარებთ სანამ აქ ვარ. აი ხა მოდიან უკვე ინსპექციის წარმომადგენლები თბილისიდან. ეხლა ხელია ტერიტორია დატოვეს სასწრაფოდ. თორე რა? არაფერი დატოვეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რო ანგრევთ? მე არაფერი დამიგრევით, უჭირდა. აბა ის ვინ დაანგრია? გზალის კერძო ტერიტორიიდან ძალიან ხუთ გავწევთ. კერძო არ არის ეს ჩემი ტერიტორია, საქართველოსია. მე ჟურნალისტი ვარ. შენ რატომ იღებდი? მე თქვენობით მოგმართავთ. აი მანქანას რო უღებთ და ნომრებს რო იღებთ, ამინთი რა გინდათ ახლა რო ქნათ, რო რას იზავთ? თქვენ ხართ ყაჩაღები და აღმოჩნდებით დამნაშავის სკამზე. აი ნახავთ. რას იღებ და ხელმძღვანელობას აჩვენებ? თქვენ საყდრისის აფეთქებაშიც მონაწილეობა მიღებული გაქვთ. სახით მახსოვ ხართ. თქვენ საყდრისის ჯალათი ხართ, კი? და თქვენ ძალიან ცუდ საქმეში ხართ, აი თქვენ.